1 სექტემბერი საქართველოს პარლამენტშიც აღინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელები დღეს მიხეილ სააკაშვილის მოწვევით პარლამენტის ხდომათა დარბაზში აღმოჩნდნენ. საქართველოს მომავალი არ მხოლოდ როგორც სამართლებრივი სახელმწიფოსი, ამიტომ ჩვენ დავნერგეთ ეს ტრადიცია, გამოვყავით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, იმიტომ რომ ეს ის ხალხია, ვინც მომავალში უნდა მართოს საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოს უნდა მართონ არა კანონება, უბრალოდ საქართველოს უნდა მართოს არა ადამიანება, როგორი ბრწყინვალე ადამიანებიც არ უნდა იყოს, არამედ მართონ კანონება. თავად პირველკურსელებისთვის საპარლამენტო ვიზიტი პარლამენტის შენობის დათვალიერების კუთხით უფრო საინტერესო აღმოჩნდა. და გავიცანით პარლამენტის შენობას და ბატონ გიორგიეва დაუდეს პატივი და გაგვაცნო პარლამენტის შენობას. პირველ რიგში ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მე მაგალითად პირველად ვარ პარლამენტში და ძალიან დამაინტერესეს შინაგანი წესმა. ამ ნახევარსაათიან შეკრებაზე მათ დიდი იმედები გამოთქვეს, რომ ჩვენ ვიქნებით თაობა, რომელიც გამართლებს და ალბათ ეს იმედები არ უნდა გამომტყუნოთ. სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარეც მიესალმა, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ხდომათა დარბაზი მიხეილ სააკაშვილს დაუთმო. სააკაშვილმა დიდი სიამოვნებით წაიკითხა პატარა ლექცია სემინარი თემაზე ქართული სამართლებრივი ბაზის მნიშვნელობის შესახებ დამოუკიდებელი საქართველოს განვითარებისთვის.